საქართველოში ყველა იცნობს გენიალურ ქართველ მომღერალს ჰამლეტ გონაშვილს. დღეს მისი შვილიშვილები გვესტუმრენ. ძალიან გთხოვთ, აპლოდისმენტებით მივესალმოთ და-ძმა იოანე და ნინა გონაშვილებს. სასწაულის სილამაზეები მობრძანდნენ. გამარჯობა, დაბრძანდით. დედა რა ლამაზები ხართ. აი ეს გოგო განსაკუთრებით მომწონს აი ამ თავისი თმებით, შესანიშნავი. როგორი ცისფერი თვალები აქვს, რა ეს რომ მეტი ტაშის ღირსი არის, ამას ვერ ხვდებით, ხო? დედა რა ლამაზები ხართ, რა ვქნა. განსაკუთრებით ხაზი ესმება ჩემს სიმახინჯეს მაგ დროს. ძალიან ლამაზი თმები გაქვთ, კი? შესანიშნავი, აი ესე რო აკეთებთ, ძალიან მომწონს. აი ესე. მე მგონი სულ არ მithქობს არაფერი სასაცილო რა. არ შემიძლია, ვერ უძლებ. აბა როგორ ხასიათზე ხართ რომ მობრძანდით? კარგ ხასიათზე ხართ, ხო? შესანიშნავი ამბავი ეგ. ნინა, თქვენ რამ ხელა ბრძანდებით თქვენი ასაკი რომ გითხრათ? დიდი. ნინა არის დიდი. და იოანე არის პატარა. და რამ ხელაზე დიდი ხარ? რამდენი წლის ხარ? 4-ის. 4-ის ხარ? შესანიშნავი ამბავი არის. შენ ძალიან დიდი ყოფილხარ უკვე. იოანე, თქვენ რამდენის ბრძანდებით? 9-ის. გადასარევი ამბავია. აი ეს ძალიან ლამაზია ეს ოქროსფერი დალალები რომ გაქვთ. თქვენ როგორ უვლით, ნინა, იქნება მომიყვეთ? ვიბან. ეს როგორ იბანთ? ეს რეგულარულად ხდება? ანუ სულ იბან ხოლმე, რომ ესეთი ლამაზი იყოს? რამე სპეციალური შამპუნი გაქვს მაგისთვის? შესანიშნავი. ერთხელ ისვავთ შამპუნს თუ რამდენიმეჯერ რო კიდევ უფრო? მე 2-ჯერ. 2-ჯერ. აი, ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 2-ჯერ ისვავს შამპუნს და შესაბამისად იმით, ხო? იმიტომ არის ასეთი ბზინვარე თმები. ეგ ცოტა გრძელი ხომ არ არის ეგ თმები? არა? არ გიშლის ხელს დიდი რო არის? არა, აქ სიამოვნებს, ხო? იოანე, შენ ხო არ გიშლის ხელს და ხო არ წიწკნი ხოლმე? არა? არა. თქვენ არ ჩხუბობთ არასდროს ერთმანეთში? არა. არა. არ გაბრაზებს იოანე? გეფერება ხოლმე სულ? გიყვარს იოანე? იოანეს რო უყვარს ვიცი ახლა თავისი და ამას აღარ შევეკითხები, ხო ასეა? იოანე, შენც არაჩვეულებრივი თმა გაქვს, ამასაც ხაზ გაუსვავ და არა მხოლოდ ისედაც ძალიან ლამაზები ხართ თმას რომ თავი დავანებოთ. აბა მითხარით ახლა თქვენ მღერით? კი. კარგად მღერით? კი. იცით რა არის ნათქვამი საქართველოში? ეხლა მოვიგონე ეგეთი რამე მე რა. ესე იგი იმისთვის რომ მაგარი მომღერალი იყო, აუცილებლად სცენას უნდა უხდებოდა და გონაშვილი უნდა იყო გვარად. რა სიმღერებს მღერით ხოლმე თქვენ საერთოდ? მე სისონაის მღერის სულ ნინა და ანუ რასაც მე ვმღერი სულ ჩემგან სწავლობს და მღერის ხოლმე. აჰა, შესანიშნავი. რამდენი ხანია შენ მღერი? 6 წლიდან დავიწყე სიმღერა. 6 წლიდან და ეხ კი ბატონო, თქვენ როდის დაიწყეთ სიმღერა? 6 თვიდან. 6 თვიდან დაუწყიათ, 6 თვიდან. მე სხვათა შორის რო ვუყურებ ამ ბავშვებს, დარწმუნებული ვარ, რომ ესენი სანამ დაიბადებოდნენ, მანამდეც მღეროდნენ. ხო შეიძლება ასე ყოფილიყო? კი, ნამდვილად. დღეს გვიმღერებ? იცი რატო გეკითხებით, როგორ ჯობია ახლა? ჯერ ვილაპარაკოთ და მერე ვიმღეროთ თუ ჯერ ვიმღეროთ და მერე ვილაპარაკოთ თუ ვიმღეროთ და მერეც ვიმღეროთ? ჯერ ვილაპარაკოთ, კი ბატონო. თქვენ ბაღში დადიხართ, ნინა? კარგია ბაღი? იქ მეგობრები ყავთ? და ასეთ ლამაზ გოგოს ახლა შეყვარებული ყავს? კაი რა, მართლა? რა ქვია მეტყვი? სანი. სანი? ვაუ, სანი. ახერა გოგოს უყვარ ხარ? ეგრე კი არ არის. ლამაზია? იმასაც ციფცერი თვალები აქვს შენსავით? არა. მაღალია? არა, პატარა, მაგრამ ბიჭია. იმას უყვარ ხარ? იმასაც უყვარ ხარ?
რა მაგარი ამბავია. ბაღში არის შენთან? შენი ბაღის მეგობარი. საჭმელებს გიყობს ხოლმე? რას ჭამთ ხოლმე ბაღში? აი ასაჭმელს გიყობს? არაქიანი პურის შესანიშნავი. და თევზი. თევზი, შემწვარი თუ მოხარშული? მოხარშული. მოხარშული თევზი, ცოცხალი? კაი, ცოცხალი არა. ხო, რა თქმა უნდა, ეს ისე ვთქვი, მამიკო, ცოცხალი თევზის ჭამა როგორ შეიძლება, რა სისულელია. და გიყობს ხოლმე სანი რაღაცებს? ვა, როგორი ყოჩაღი ბიჭი არის. რასაც მოიტანს, მაგებს არ მიყვარს, მე უყობ რაღაცებს. პირიქით შენ აძლევ რაღაცებს, მამიკო? ანუ შენ ხარ ყოჩაღი და სანი არ იქცევა ყოჩაღად, გინდა მითხრა? შენ ხარ უბრაზდები ამის გამო. რომ ბიჭებს უფრო მეტი საკვები უყვართ ხოლმე, რა? შენ რა სიტყვი? კიდე რა ხდება ბაღში, რა საკეთებთ ხოლმე? სიმღერა არა გაქვთ ბაღში, ხო არის ხოლმე ზეიმი? კი? კი. გიმღერია იქ? კი. რა სიმღერა იმღერე? თოლის ფანტელება. წაიმღერე? ფიფქებო, ფიფქებო, ქათქათა ფიფქებო, 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 ქათქათა ფიფქებო. ბრავო! ვისთან ერთად მოხვედით აბა მითხარით ახლა? ჩემს მამასთან, დედასთან, ბებოსთან და დეიდაშვილებთან და ჩემ ორ გუნდელთან. შესანიშნავი ამბავია, აპლოდისმენტები ადამიანებს, რომლებიც აქ იმყოფებიან. თინათინ მოგესალმებით. მოგესალმებით. მღერიან ესე, აი როგორც აქ იღიღინეს, სულ ასე ხდება. სულ მღერია. მართლა? რა საოცარი ამბავია. მამასაც ვკითხოთ, თქვენ მღერით? შინაურულად. ხო და თქვენ ასწავლით სიმღერას? დიდი ბატონი ჰამლეტის მუსიკა ესმოდა თან ნამღერი. გზავრობდით, ყოველთვის ღიღინებდით ხოლმე მე და თინი. თინათინიც მღერის. კი, შინაურულად მღერი ვართ და ნინასგან განსხვავებით, რომელიც მართლა 6 თვიდან ღიღინებდა, იოანეს 6 წლამდე მუსიკალური სფენის არაფერი არ ეთყობოდა და ეხლა შავნაბადაში მღერის ამბობთ ყველანი. აში, სულ სიმღერით უნდა იაროთ პატივცემულებო თქვენ. ხო ასეა. ბაბუს ნამღერის სიმღერები თუ იცის იოანეს მინდა ვკითხო და ნინისაც იცით ბაბუს ნამღერის სიმღერები? თუ ასე ტურფა ნეტავი გოგო და ნეტავი გოგო მე და შენ. ხო ყველაზე მაგარი ნამღერი არის? ხო ყველაზე მაგარი ნამღერია პაპასი, ხო? ხო მაგარია. მაგას რომ მოусვენ, მე მაგალითად სულ მაყრის ისე ვარ. ნათელი მის სახელს გადასარევ ჰამლეტ გონაშვილისას. წარმატება მინდა გისურვოთ თქვენ პატარებო. ყველაფერში აბსოლუტურად. კარგი. მოკლედ დადგა დრო რომ ახლა მოვისმინოთ სისონა დარჩია. საჩუქრები. საჩუქრები აუცილებლად იქნება დედას გეფიცები. აუცილებლად. ოღონდ ცოტა ხანში რო იყოს შენ ხო არ გაბრაზდებით, რომ მოვამზადო საჩუქრები. აბა ისე ხო არ გაგიშვებთ, როგორ შეიძლება, ხო მართალია. საჩუქრის გარეშე გაშვება სადაური წესი არის, მამიკო. პირველი ვინ შემოეცით ახლა? ფაგიო. აი, მოგძანდება ჩვენი ფაგიო. აი ეს შესანიშნავი ნაკრები ფაგების იმისათვის, რომ არასდროს გაცივდეთ და არასდროს მოგეკაროთ არანაირი ინფექცია. დედამ იცის ფაგიო. ნინა, შიგნით საინტერესო რაღაცებია, სათამაშოების არის და კიდე გაერთობით ფაგების გარდა შიგნით და ეხლა ვინ უნდა მოვიდეს, იცი კიდე? იცი ვინ უნდა მოვიდეს? საჩუქარი ვინ უნდა მოიტანოს, იცი? ლოკომოკოს ლომი! ეს საჩუქარიც თქვენ. აი, ასე დიდი მადლობა ლომო, დიდი მადლობა ფაგიოს. ახლა კი დადგა დრო, მოვისმინოთ სისონაი დარჩია. სისონაი დარჩია. My
მერო ეფერი გამარჩენ შენს მეზობლებს დახვდნენ გზაში უაწყალოთ ესი გონდახები ურტყეს თავში ევიქეცი გავაღარებ ვინც პირველად ჩემთა ხელში შვიდი უსულო დავარდეს ხვევიში შიცეცდნენ ტყეში და ერთი ორი ლევის რომერად ლეშქელი ანის ხმაზე მოღალატე გაბრის თავი მივაკალი რიხის ქვაზე სხვები ვიხარობდნენ ზოგი წინ და ზოგი გამზე აბარობს რასმერში რასმერს ვიან მართლის თქმაზე და თოპი ხელში მისალობს რომ დაუწყვილო ხალხის მტერი ტყეში მარტო დარდისაგან ხშირად ვერი ხალხი მიყვარს მათ გულისთვის ზღაბეს ვარდელ თოვში წყალში რომ მოხდები ვინც ხარა ის დამნათასებს მოგავალში და რომ მოხდები ვინც ხარა ის დამნათასებს მოგავალში და Bravo! Bravo! Kuxari aplodismentები. Გვენს წინაშე იყვნენ გიორგი ალავერდაშვილი, გიორგი დოლიძე და რა თქმა უნდა, ივანე და ნინა გოდაშვილები. Aplodismentები.